ეს არის თერაპიული ზღაპრების და იგავების არხი. მე ვარ ფსიქოთერაპევტი ნინო კანდელაკი. დღეს გთავაზობთ ამერიკულ ხალხურ ზღაპარს, რომელსაც ქვია ქალის ძალაუფლება და კაცის ძალა. ჩვენ ხანდახან შევეცდებით ხოლმე, რომ მსოფლიოს ხალხთა ზღაპრებიდანაც ავარჩიოთ ისეთი ზღაპრები, რომელიც მართლაც თერაპიულია. რამდენიმე ზღაპარი გვაქვს უკვე ესეთი მოძიებული და ნელ-ნელა მოგაწვდით. თუ მოგეწონათ ჩვენი არხი, ჩვენი ვიდეოები, აუცილებლად გამოიწერეთ არხი, დაგვიკომენტარეთ და გააზიარეთ. ქალის ძალაუფლება და კაცის ძალა. ამ ზღაპრის მოყოლა განსაკუთრებით სამხრეთის შტატ ტენესიში უყვართ. როდესაც ღმერთმა კაცი და ქალი შექმნა, ისინი ერთად ერთ სახლში მოათავსა. კაცი და ქალი თანაბარი ძალისანი იყვნენ და როდესაც ერთმანეთს შეებრძოლებოდნენ, მათი შერკინება ფრედ სრულდებოდა. ერთხელაც კაცმა გადაწყვიტა: ღმერთს უნდა დაველაპარაკო, ამ ქალთან ბრძოლით დავიღალე, მის დამარცხებას ვერაფრით ვახერხებ. მართლაც ადგა, ზეცაში ავიდა და ღმერთის წინაშე წარდგა. ბატონო, უთხრა კაცმა, თქვენ მეტი კაცის დახმარებას ვერავინ შეძლებს. თქვენ ანთებთ ცაზე ვარსკვლავებს, იქნებ ჩემზეც მოიღოთ მოწყალება. გთხოვთ, ბატონო, ძალა კიდევ დამიმატოთ, რომ იმ ქალის დამარცხება შევძლო. ყოველთვის ზეციდან მიწაზე დაშვება აღარ მოგიწევთ იმისთვის, რომ ჩვენ შორის მშვიდობა დაამყაროთ. ძალა დამიმატეთ და მე თავად დავამყარებ წესრიგს. თუნდაც სულ მცირედი ძალა მომეცით. კარგი, უთხრა ღმერთმა. ამიერიდან შენ ქალზე უფრო ძლიერი იქნები. კაცი ზეციდან სახლში დაბრუნდა. სახლს როგორც კი მიუახლოვდა, დაიყვირა. ქალო, ამიერიდან მე ვარ შენი უფროსი. ღმერთმა ძალა მომცა და ამიერიდან უნდა დამემორჩილო. ქალი კაცს შეებრძოლა, მაგრამ მისი დამარცხება ვერ შეძლო. კაცი გაამაყდა. წესიერად მოიქეცი, თორე ისეთ ჩაგცხებ. ქალი სერიოზულად განაწყენდა. საქმე ამით არ დასრულებულა. ჯერ კიდევ ვნახავთ, ვინ ვის, უთხრა ქალმა და მეორე დღეს თავად ეახლა ღმერთს. ბატონო, გთხოვ, ძალა თუნდაც სულ მცირედით მომიმატო. რაც გეკუთვნოდა, მთელი ძალა მიიღე, უთხრა ღმერთმა. კაცს კი უკვე დავუმატე. ეს როგორ? მას ხომ უკვე შეუძლია, რომ სულ ადვილად დამამარცხოს. ადრე კი ამას ვერ ახერხებდა. გთხოვ, ღმერთო, იმდენივე დამიმატო, რამდენიც მას მიეცი, ან ის დამატებული წაართვი. რასაც ვაძლევ, უკან არ ვიბრუნებ. ამასთან შეგუება მოგიწევს. ქალი სახლში ძალიან გაბრაზებული დაბრუნდა. გზაში ის ეშმაკს შეხვდა და მოუყვა, რაც შეემთხვა. მომისმინე და ყველაფერი შენ სასიკეთოდ შემოbrunდება, უთხრა ეშმაკმა. ნუ ხარ დაღონებული, მიტრიალდი და ღმერთთან დაბრუნდი. მას ის გასაღებების თხოვე, რომლებიც ლურსმანზე კართან ჰგიდია. შემდეგ ჩემთან მოდი და მე გასწავლი, რაც უნდა გააკეთო. ქალი ისევ ღმერთთან დაბრუნდა. ქალო, უთხრა ღმერთმა, რომელიც უკვე ბრაზობდა, კიდევ რა გინდა? ო, ბატონო, ცისარტყელას, ზეცის და ყველა ვარსკვლავის mbრძანებელო, მე შენ გეკითხები, რა გინდა? აი იმ ლურსმანზე დაკიდებული გასაღებები მომეცი.
აიღე და მეტად აღარ შემაწუხო. ქალმა გასაღებები აიღო და ეშმაკთან გაიქცა. სამი სანუკვარი გასაღები მიიღე? უთხრა ეშმაკმა. აი ისინი, უთხრა ქალმა. ამ სამ გასაღებს თუ სწორად გამოიყენებ, უთხრა ეშმაკმა. კაცზე მეტძალა უფლებას მიიღებ. პირველი გასაღებით სამზარეულოს კარი ჩაკეტე. კაცი პირველ რიგში ჭამაზე ფიქრობს. მეორე გასაღები საძინებელი ოთახისაა. ისიც ჩაკეტე. კაცი უკმაყოფილო დარჩება, თუ მას საძინებელში არ შეუშვებენ. მას ძილი უყვარს. და მესამე, ბოლო გასაღები არის ოთახის, სადაც თქვენი ბავშვის აკვანს არწევ. ის ოთახიც ჩაკეტე. კაცები ბავშვების გარეშე ვერ ძლებენ. აიღე ეს გასაღებები და სახლში დაბრუნდი. და ეშმაკმა კიდევ დაამატა. გახსოვდეს, მანამდე არ გაუღო კარი, სანამ მამაკაცი თავისი ძალის შენს სასარგებლოდ გამოყენებას არ ისწავლის. ქალმა სახლში მიირბინა და ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც ეშმაკმა დაარიგა. სახლში დაბრუნებულ კაცს ქალი კარის პარმახთან დახვდა. ქალი ირწეოდა და მღეროდა. აიღე ეს ხე და აკვანი გამოთალე. როდესაც კაცმა აღმოაჩინა, რომ ის სამი კარი, რომელიც ყოველთვის ღია იყო ჩაკეტილი, დახვდა, ძალიან გაბრაზდა. თავდაპირველად მან მათი ძალით გაღება დააპირა. ეს ვერ მოახერხა და აყვირდა. ქალო, ვინ ჩაკეტა ეს კარები? საიდან გაჩნდა გასაღებები? ბატონმა ღმერთმა მომცა. მე ამას ვერ მოვითმენ, იღრიალა კაცმა და ღმერთთან გაიქცა. ქალმა სამზარეულოს, ჩვენი ბავშვის და საძინებელი ოთახის კარები ჩამიკეტა. მან მითხრა, რომ გასაღებები მას თქვენ მიეცით. დიახ, მე მივეცი. ეს მან თხოვა გასაღებები. ეშმაკმა კი მათი გამოყენება ასწავლა. ღმერთო, მეც მომეცი გასაღებები, რათა იმ კარების გაღება შევძლო. ამის გაკეთება მე არ შემიძლია, უთხრა ღმერთმა კაცს. რაც მივეცი, მივეცი. მე ქალს გასაღებები მივეცი და ისინი მას ჰქონდეს. შენ უნდა მიხვიდე და ქალს თხოვო, რომ მან თავად გაგიღოს კარი. კაცი სახლში დაბრუნდა, მაგრამ რამდენიც არ ეცადა, ქალი ვერაფრით აიძულა კარი გაეღო. შემდეგ თხოვნაზე გადავიდა, დიდხანს ეხვეწებოდა და ყველაფერს აკეთებდა, რასაც კი ის მოისურვებდა. ბოლოს ქალმა კარი გააღო, მაგრამ კაცს ეს ეცოტავა. მან ქალს უთხრა: მოდი გავიყოთ. შენ მე გასაღებების ნაწილს მომცემ, მე კი ჩემი ძალის ნაწილს გიწილადებ. კარგი, უნდა დავფიქრდე, უთხრა ქალმა. ის დაჯდა და დაფიქრდა. ამ დროს ფანჯარაში ეშმაკმა შემოიხედა. არ დაეთანხმო, ჩაშჩურჩულა მან. მას დარჩეს თავისი ძალა, შენ კი გასაღებები დაიტოვე. ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვრე, როდესაც ძროხას ბუზები დაეხვევიან, ის თავისი კუდის გარეშე ვერაფერს გახდება. გარიგება არ შედგა. მას შემდეგ კაცს საკუთარი ძალის შეკავება უხდება, თუ ქალთან ერთად ცხოვრება სურს. აი რატომ არის, რომ კაცი ყოველთვის დამთმობია, ქალი კი მუდამ თავისაზე დგას. აი ასეთი იყო ეს ამერიკული ზღაპარი. ძალიან საინტერესოა და ძალიან ბევრ ნიუანს გვიჩვენებს კაცის და ქალის ფსიქოლოგიური თავისებურებების შესახებ და საერთოდ ამ ურთიერთობის შესახებ. ძალიან გვინდა, რომ დაგვიკომენტაროთ თქვენი აზრი, გვითხრათ ამ თემებზე და რა თქმა უნდა, გამოიწეროთ არხი და გააზიაროთ.